მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, როგორ ხართ? მე დღეს სახლში ვარ მარტო. ეხლა დავჭი მარტო სახლში, რადგან ჩემი მეუღლე მუშაობს დილის პირველიდან საღამოს 9 საათამდე. მე დღეს არ ვმუშაობ, 4 შაბათი ვარ, როგორც გითხარით, მშობლები გადმოდიან ჩვენს ქალაქში საცხოვრებლად. ამიტომ უფროს ვთხოვე, რომ მეთქი შაბათს მოვალ ვიმუშავებ და დღეს არა, ამიტომ დღეს სახლში ვარ. მინდა რომ რაღაცეები გავამზადო და შემდეგ რა თქმა უნდა, როგორც კი ჩამოვლენ, წავიდი და დავეხმარო სახლში. გადაზიდვის კომპანიამ უკვე ყველაფერი ჩამოიტანა და დღეს ჩამოდიან ჩემი მშობლები. ძალიან მიხარია, ერთი სული მაქვს, რაღაც თითქოს არ არის ეს ყველაფერი ნამდვილი. იმდენი ხანია გვინდოდა რომ გადმოსულიყვნენ და აი და დღეც ჩვენ ვიყავით მაღაზიაში დილიდან რაღაცეები მქონდა საყიდელი და მინდოდა გამიზიარებინო თქვენთან ერთად ეს ერთი პატარა დღე, რადგან დრო მაქვს რომ ავიღო კამერა და გადავიღო ვიდეო წყნარად მშვიდად და მინდა რომ სადილი მოვამზადო და სახლი მაქვს დასალაგებელი. თქვენ ვართ სამზარეულოში და დავიწყოთ მზადება. მინდა რომ გავაკეთო ღვეძელი, ხორცის ღვეძელი. გუშინ მე უკვე შევწვი ფარში ხახვი, ნიორი და მწვანილი. ამიტომ უკვე ფარში მზად არის, მარტო უნდა კვერცხი გავურიო და შემდეგ ყველაფერი მოვათავსო გამოსაცხო ფორმაში. რა თქმა უნდა, ცომები ვიყიდე, მაპატიეთ. საერთოდ დრო არ მაქვს რომ ახლა ცომების გაკეთება დავიწყო, ამიტომ ცომები უკვე მზად არის. ამიტომ უცბად გაკეთდება ჩვენი ღვეძელი, მაგრამ სანამ ღვეძელს დავიწყებდით, ახლა უნდა გავაკეთო სალათა, რომელსაც უკვე მაცივარში სჭირდება რომ ჩაჯდეს. ეს არის როგორც ოლივიე, მაგრამ ოლივიე არ არის, რადგან კარტოფილს არ ვუშვები. ამიტომ დავიწყოთ, მეგობრებო, აუცილებლად გაჩვენებთ რა დაგჭირდება. ახლა მე აქ უკვე გავამზადე, რაც დამჭირდება ჩემი სალათისთვის. აქ მაქვს ხახვი, რომელიც არის ნახევარი, დიდი ხახვი არ გინდათ. ეცადეთ რომ დაჭრათ ძალიან წვრილად. სტაფილო, მოხარშული. ძალიან არ მომხარშე, მეგობრებო, ცოტათი რომ იყოს მაგარი. აქ მაქვს მე კიტრის წნილი. შემდეგ გვაქვს კვერცხი მოხარშული, ორი კვერცხი. ამასაც ასე დავჭრი და შემდეგ დავაკუწმაწე. აქ მე მგონი კიდე დავუმატებ მე ჩემს სტაფილოს. თუ არ გიყვართ თქვენ ნივრის გემო, რა თქმა უნდა არ უყოთ, მე ახლა ნახევარი ვუყავი. ერთი ნივრის ნახევარი, მეტი აღარ უნდა. შემდეგ სიმინდი და ეს არის სოკო. ახლა მე აქ მაქვს ქათმის ბარკალი მოხარშული, რომელიც დავტოვე ბულიონში და მთელი ღამე გაცივდა და არის ძალიან ასეთი წვნიანი, ამიტომ გავაცლი ახლა მე ძვალს და შემდეგ დავჭერ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ რომ უყოთ ქათმის ფილე, მაგრამ ქათმის ფილე ვფიქრობ რომ ძალიან მშრალია და ამიტომ გადავწყვიტე რომ მე მომეხარშა ქათმის ბარკალი მეგობრებო. დავუმატეთ
ჩვენი კამა. და აი ეს უგემრიელის სალათიც გამოვიდა ძალიან გემრიელი, ძალიან სუმბუქი ჩემოლამაზებო და მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა. რადგან ჩვენ არ დავუმატეთ კარტოფილი, გამოვიდა სუსხანაერი ძალიან ისეთი ჰაეროვანი მსუმბუქი, ზუსტი სიტყვა მსუმბუქი. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაუმატოთ პეტრუშკა, ცოტათი, პეტრუშკა ნუ ოხრახუში. თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოცხალი ხახვიც, ანუ მწვანე ხახვი და შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრი. ახლა დავიწყოთ ჩვენი ღვეზელის აწყობა და შემდეგ უკვე 1 საათი რომ დარჩება სანამდე მოვლენ თქვენი სტუმრები, შეგიძლიათ შედგათ ღუმელში. აქ მაქვს 2 კვერცხი რომ ფარში ვუყო და შემდეგ რა თქმა უნდა 2 ცალი ასეთი ცომი, რომელიც არის როგორც ყოველთვის მე სახში სუასი ვამზადებ გლუტენის გარეშე, ანუ ხორბლის გარეშე. მართლა გითხრათ თავის გატეხვა, ისედაც იმ დღეს გავაკეთე რაღაცა რა ქვია იმას დესერტი და არ გამომივიდა. ნერვი მომეშალა, ვერ წარმოვიდგენთ როგორ. მაგრამ არა უშავს, ყოველ დღეს სწავლობთ, ყოველ დღე ყოველ დღეს სწავლობთ. ახლა გავაკეთოთ ჩვენი ფარში. ფარში უკვე შემწვარია, როგორც ხედავ. მიური, ხახვი და მწვანე. მე ქინძი ვუყავი. არანაირი რეცეპტი არ მინახია, მე თვითონ შეიძლება აქ რამის დამატებაც უნდა, ან ქინძი არ უნდა მექნა, ან კვერცხი ესე არ უნდა ვუყო, მაგრამ ჩემი რეცეპტია ეს არის. შემდეგ მე აქ მაქვს მშრალი მოძარელა, რომელსაც დავჭრი წვრილად და ზემოდან მოვულაგებ ჩემს ღვეზელს და შემდეგ უკვე გადავაფარებ მეორე ცომს. არ დაგავიწყდეთ რომ ზემოდან მოაყაროთ მარილი, თუ თქვენი მოძარელა არ არის მარილიანი. ახლა მეორე ცომიდან ამოვჭრი სასურველ ფორმას და რა თქმა უნდა რა ცომიც დამჩა, რა თქმა უნდა არანაირად არ გადავყრი, გაჩვენებ ძალიან მარტივ და ჩვეულებრივი სოსისი გახვეული ფენოვანი ცომში. ზემოდან მე კვერცხს ვუსმევ და ღუმელში 15-20 წუთი არის მისწრება. ძალიან გემრიელი. რადგან ძალიან მალე ცხვება, მე გავახვევ რამე ქაღალდში და შევინახავ ასე მაცივარში. და აი როგორი გამოვიდა მეგობრებო, ნახეთ. აი უგემრიელია, ზემოდან უგემრიელია ძალიან. ძალიან გემრიელი გამოვიდა, მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა ეს ჩვენი ღვეზელი, ყველით და ფარშით, მართლა გამოვიდა ძალიან გემრიელი. მე არ მოველოდი რომ ესეთი გემრიელი გამოვიდოდა. ამიტომ ასე ჩემო მეგობრებო, ძალიან მალე შევხვდებით ახალი და საინტერესო ვიდეოებით. მე თქვენ კოცნით და ნახვამდის.